ქუთაისის ცენტრალური არქივის შექმნიდან 100 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიება ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობაში გაიმართა. ღონისძიებას ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ცენტრალური არქივი 1925 წელს დაარსდა. მასში დაცულია მე-17-21 საუკუნეების დოკუმენტები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობასა და იქ მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა და გამოიცა წიგნი, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ მრავალფეროვან და საინტერესო საარქივო მასალას წარმოაჩენს. 2025 წლის 15 სექტემბერს ქუთაისის არქივის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. ულოცავ ქუთაისის არქივის თანამშრომლებს მთელს ქუთაისს ამ ღირსშესანიშნავ დღეს. ეს არქივი ისტორიულ როლს იკავებს საქართველოს ისტორიაში. მასში დაცულია არაერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჯერ კიდევ მე-15, მე-16, მე-17 საუკუნეებიდან. მასში არის ისეთი მონაცემები დაცული, რომელიც უნიკალურია მთელი საქართველოს მასშტაბით და მე მინდა მთელი გულით და სულით მივულოცო დღევანდელი დღე ყველა თანამშრომელს ქუთაისის არქივისა და განსაკუთრებით მის ხელმძღვანელს, რომელიც უკვე 33 წელია იკავებს არქივის დირექტორის თანამდებობას. მე მინდა უსურვო არქივის თანამშრომლებს წარმატებები და მომავალშიც გააგრძელონ ასე წარმატებით დაწყებული საქმე. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ არქივის შენობაში არაერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი, ასევე ვნახეთ ის პროცესი, როგორ მიდის ძველი დოკუმენტების აღდგენა და დაარქივება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მადლობას გადავხდი ყველა თანამშრომელს გაწეული სამსახურისათვის და ულოცავ ღირსშესანიშნავ თარიღს. საუკუნეების განმავლობაში ქუთაისში იყო სამეფო არქივი, საგუბერნიო არქივი, ხოლო 1925 წლიდან ცენტრარქივის ქუთაისის განყოფილება, რომელიც 1930 წელს გადაკეთა საქალაქო არქივად, ხოლო 1959 წლიდან ფუნქციონირებს როგორც ქუთაისის ცენტრალური არქივი. ეს არის საქართველოს სინამდვილეში ერთ-ერთი უმდიდრესი არქივი თავისი ფონდების მრავალფეროვნებითა და მოცულობით. დღეს არქივის 2011 ფონდში დაცულია 900.000-მდე შესანახი ერთეული, რომლებიც მთელი დასავლეთ საქართველოს ცხოვრების ყველა სფეროს ასახავს, დაწყებული მე-19 საუკუნიდან დღევანდელობამდე. ამის გარდა არქივის ფონდებში დაცულია ისტორიული დოკუმენტები მე-17, მე-18 საუკუნეების, რომელსაც საქართველოს ისტორიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. როგორც მოგახსენებთ, არქივის ფონდები მრავალფეროვანია. აქ გარდა მმართველობითი დოკუმენტებისა დაცულია პირადი წარმოშობის ფონდები, პირადი შემადგენლობის ფონდები, რომლებიც ერთიანობაში ქმნის დიდ საარქივო კოლექციას, რომელსაც კიდევ მეორე განმეორებელი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ისტორიის შესწავლისათვის. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის ემზადება. ღონისძიება მიეძღვნება ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის დამფუძნებლის, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დამაარსებლის, აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის 140 წლის თავს. ქართული ხელოვნების ისტორია, ტრადიცია და პერსპექტივები. ამ სახელწოდების კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. ორგანიზატორთა განმარტებით ღონისძიებაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ახალი კვლევის შედეგები, რომლებიც არ ყოფილა გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა კონფერენციაზე. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნულ კვლევით ცენტრში ჩატარდება კონფერენცია, საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ბატონი გიორგი ჩუბინაშვილის 140 წლის თავს. აქვე უნდა ვთქვა, ვინ არის გიორგი ჩუბინაშვილი, სამწუხაროდ ახლა ნაკლებად ფასობს ეს ყველაფერი, მაგრამ მან არა მხოლოდ დააფუძნა ხელოვნებათმცოდნეობა როგორც დარგი საქართველოში და უზარმაზარ მასალას მოუყარა თავი და რაც თავარია, კლასიფიკაცია გააკეთა, ინტერპრეტაცია მიცა, დაათარიღა. ეს ხუროთმოძღვრება ძირითადად, ასევე ჭედურობა, ასევე ხატრობა და ბევრი სხვა რამ. და იგი აგრეთვე იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა. ეს იცით, ჩვენი უახლეს ისტორიაში უდიდესი მოვლენა იყო ჩვენი იდენტობის შენარჩუნების, ჩვენი საერთაშორისო ევროპულ ასპარეზზე გასვლის, ამისთვის იღწოდენ ჩვენი დიდი მეცნიერები და ბატონმა გიორგიმ სწორედ ეს გააკეთა, რომ გაიტანა
ევროპულ სივრცეში, დასავლურ სივრცეში, სამეცნიერო სივრცეში ცოდნა საქართველოს შესახებ, ქართული კულტურის შესახებ, ქართული ხელოვნების შესახებ, რაც მერე გააგრძელეს მისმა მოწაფეებმა და თანამშრომლებმა და მემკვიდრეებმა. ეხლა კონფერენცია საერთაშორისო სტატუსი აქვს, გავრცელდა ეს მოწვევა, ასე ვთქვათ, ყველგან გაიგზავნა, დაიდო ინტერნეტშიც, დაიდო Facebook-ზეც, ასე რომ ყველას, ვინც მოისურვებს, შეუძლია წარმოადგინოს და ვადებიც არის დათქმული თავისი თეზისები. საორგანიზაციო კომიტეტი ალბათ მაინც განიხილავს, გააჩნია რა როგორ დაგროვდება ორ დღეში, მოგეხსენებათ, ყველაფერს შეიძლება ვერ ჩავტევთ, მაგრამ გადავსინჯავთ. ყველას აქვს ეს უფლება, უნდა წარმოდგენილი იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რახანეს საერთაშორისო კონფერენცია, ჩვენი კოლეგები ინგლისიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან ღებულობენ მონაწილეობას. ალბათ ეს უფრო Zoom-ის პლატფორმაზე იქნება, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ არ აგვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოვიწვიოთ აქ ფიზიკურად და გონია, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული ეს სწორედ საქართველოს სწორად გაგებულ კულტურაზე, იდენტობაზე, ეს საერთოდ სტრატეგიული დარგი არის ხელოვნებაცოდნეობა. ამითი ახლა საზრდოობს საქართველო, მოგეხსენებათ, ტურიზმით საზრდოობს და ეს ტურიზმს თუ არა აქვს საფუძველი, ასე რომ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ სტრატეგიული დარგს წარმოვადგენთ დღევანდელ საქართველოში. და ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ანუ რამდენი მონაწილე იქნება, ვის მოუნდება, ღია არის ეს კარი, ასე ვთქვათ, კონფერენციის და ნახოთ, ვინ რას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ მაღალი დონის მოხსენებები იყოს წარმოდგენილი, როგორც ბატონ გიორგის ეკადრება აი ესეთი მოხსენებები. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძიება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ორგანიზებით 11-12 დეკემბერს გაიმართება. პროგრამა სატყეო სკოლა 2025 დასრულდა. წელს სკოლაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გორგაძემ პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, გარემოს დაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა სატყეო სკოლა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მათთვის პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას სხვადასხვა საკითხზე. აღსანიშნავია, რომ ონლაინ სემინარების შემდეგ ახალგაზრდებმა საველე პრაქტიკა დაბა ბაკურიანში გაიარეს. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული თვალსაზრისით. მათ გაიარეს საკითხები, როგორც არის ტყის მრადი მართვა, ტყის ბიომრავალფეროვნება, ტყის ტაქსაცია. გარდა მაგისა, ეს პლატფორმა მათ შეუქმნის იმ მოტივაციას, რომ შემდგომში სწავლა გააგრძელონ როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო მიმართულებით და საბოლოოდ შეავსებს იმ დეფიციტურ პროფესიებს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს. ჩართული ვარ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთ ახალგაზრდულ პროექტში სატყეო სკოლაში, სადაც გავიარეთ ერთთვიანი თეორიული მასალა. პირადად მე ძალიან მომეწონა ხანძართან დაკავშირებული გაზიარებული პრეზენტაციები. ახლა კიდევ ვარ წამოსულები ბაკურიანში ერთკვირიან პრაქტიკაზე, სადაც გვიტარდება ლექსია სემინარები. ბავშვები უფრო ვაახლოვდებით ერთმანეთთან და რავი, თანატოლებს ურჩევდი, რომ დარეგისტრირდეთ იგივე პროექტში.